ჩვენ აქ რომელიმე პარტიისთვის არ ჩამოვსულვართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხი. ის მოქალაქეები, რომლებიც აქ არიან და საუბრობენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მათი მომავალი. ფიქრობთ, მათზე არ უნდა ძალადობდნენ, არ უნდა ჩაგრავდნენ და აპატიმრებდნენ მათ. რა თქმა უნდა, ევროკავშირს აქვს სანქციების რეჟიმიც, რომელსაც ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევებში იყენებს. ნახოთ იქნება თუ არა ეს აქ შესაძლებელი. თუ ხელისუფლება ან კონკრეტული პირები არიან პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების დარღვევებზე, მაშინ მიზნობრივი სანქციები არის საჭირო. ის თუ ვის შეეხება სანქციები, წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია. ეს ნორმალურია და მხოლოდ საქართველოს არ ეხება. სანქციებს უწესებთ სხვა სახელმწიფოებიც. სურდა საქართველოსთან, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანასთან ნორმალური ურთიერთობა გქონოდა, მაგრამ ბევრი გადაწყვეტილება, რაც აქ პოლიტიკურ დონეზე მიიღეს, არ არის გადაწყვეტილებები, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან მოველით. ეს ძალიან სამწუხაროა. ტრაგედიაა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. იმედი მაქვს, მდგომარეობა გაუმჯობესდება, მაგრამ ახლა ეს მტკივნეული ეტაპი უნდა გავიაროთ. ახლა ნიღბები ჩამოხსნილია და ძალიან აშკარაა, რომ ეს რეჟიმი და არა მთავრობა შეუსაბამოა ევროკავშირის წევრობასთან. ჩვენ მაქსიმუმი უნდა ჩავდოთ. ყველა საშუალება, რომელიც ევროკავშირში გვაქვს, უნდა გამოვიყენოთ. აქ რამდენიმე კვირის წინ ვიყავი არჩევნებზე დასაკვირვებლად. ძალიან მწუხვარ, რომ ხალხს ეს არჩევნები მოპარეს. და ახლა მესმის, რომ ვიღაცებს ქართველების მომავლის მოპარვა სურთ. საქართველო ევროპაა. ვგრძნობ, რომ აქ ევროპელებთან ერთად ვარ და მინდა, რომ ქართველი ხალხის მხარეს ვიყო. სანქციები 27 ქვეყანას შორის განიხილება. ვიცით, რომ უნგრეთს ეს არ სურს, რადგან ის პუტინისა და ქართული ოცნების მხარეს დგას და ეს ევროპა არ არის. ამიტომ წევრმა ქვეყნებმა ინდივიდუალური, მიზნობრივი სანქციები უნდა დააწესონ, რათა არა ხალხი, არამედ ადამიანების უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირები დაასანქცირონ.